შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო მზადდება სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელი კობა ცხაკაია. პროექტის რედაქტორი ნინო ჩხიკვიშვილი. თბილისი 2025 წელი. ალექსანდრე ქუთათელი, პირისპირ, რომანი 2 ტომად და 4 წიგნად. პირველი ტომი, წიგნი პირველი. ნაწილი პირველი. ცხრა წყაროს მერვე. ვაის გავეკეცი და ვუის შევეყარეო, ხალხური. ბაკურიანის სადგურზე უცხოური, შავარწივიანი დროშა ფრიალებდა. ბაქანზე გერმანელი ჯარისკაცები იდგნენ. საიდან სადაო წმინდა საბაო? ჰკითხა გიგახუციშვილმა კორნელის. აბა მე რა ვიცი, მიუგო გაოცებულმა კორნელიმ. სადგურის წყალსადენთან რამდენიმე გერმანელი პირსა და შიშველ მკერდს ცივი წყლით იბანდა. კორნელი ჰამაშებიან ერთ ჯარისკაცს მიუახლოვდა და გერმანულად ჰკითხა. გამარჯობა მოკეთე, როდის ჩამოდით თქვენ გერმანიიდან საქართველოში? გერმანელმა გაიღიმა. ფხვნილით გაფერილი კბილები გამოაჩინა. პირსახოცი მხარზე გადაიგდო და მიუგო. ამას წინათ. გერმანელი ჯარისკაცი ტყუილს ამბობდა. გერმანიის რეგულარული ჯარების ჩამოსვლამდე ტყვე გერმანელ ჯარისკაცებისაგან და საქართველოში გერმანულ კოლონიებში მცხოვრებლებისაგან 1000-ეული ჩამოეყალიბებინათ და იმ 1000-ეულის ერთი ჯგუფი ბორჯომში გამოეგზავნათ. კორნელი და მისი მეგობრები განცვიფრებით გასცქეროდნენ ბაკურიანის სადგურზე გადმოკიდებულ გერმანულ დროშას. ვაის გავეკეცი, ვუის შევეყარეო, სწორედ ეგ არის, განაცხადა კორნელიმ. თურქებს ვებრძოდით და გერმანელებმა კი დაგვიპყრეს. კი არ დაგვიპყრეს, გვეხმარებიან და თურქთა შემოსევისაგან გვიცავენ. მიუგო სანდრო ხოტივარმა. მალე გაიგებთ რა დაუჯდება ქართველ ხალხს ეს დახმარება. შენიშნა მიტო ჩიკვაიძემ. მოგებული მხოლოდ მთავრობა დარჩა. ხალხს კი ერთი ჭირი მეორე ჭირით შეეცვალა. საკუთარი ქურქის გადასარჩენად საფიქრალია მათ საბჭოთა რუსეთთან ომში არ ჩაგვითრიონ. ჯარისკაცთა შორის კამათი გაჩაღდა. რუსეთის არმიაში ნამსახური ომის მონაწილე ჯარისკაცები იძახდნენ. გერმანელები საქართველოდან თუ არ გააძევეს, ჯარში აღარ ვიმსახურებთო. კამათმა ცხარე ხასიათი მიიღო და ბოლოს კაპიტანმა ალექსიძემ თავისი ჯარისკაცები სადგურიდან გარეკა. ბორჯომში საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჯარი დაუხვდათ არტილერისტებს. გერმანელი ჯარისკაცები ქუჩაში მწყობრად მიაბიჯებდნენ. წინ გარმონზე დამკვრელი მიუძღოდათ და ძველ ბავარიულ მარშს უკრავდა. ქართველი და გერმანელი ჯარისკაცები ჯგუფ-ჯგუფად დაიარებოდნენ ბორჯომის ბაღში. მოულზე დაგორდებოდნენ და საუბრობდნენ. გერმანელთა საუბარში კორნელიმ გამოარკვია, რომ მათ საქართველოში მოსვლის მიზანი კარგად არ ესმოდათ. ისინი ომით დაღლილნი იყვნენ და სამშობლოში დაბრუნებაზე ოცნებობდნენ. ომში მხეცობით განთქმული, უხეში და დაუნდობელი ამოდენა ვაჟკაცები ახლა როგორც მშობელ დედას მონატრებული ბალღები ისე გალობდნენ. ჩიტუნები ტყეში სტვენენ, უტურფესად ერთად დღესა. სამშობლოში იქ კვლავ ვნახავთ ერთმანეთსა.
კორნელის უკვირდა, რომ ამ სენტიმენტალური სიმღერის წამომწყები გრძელულვაშიანი ერთი ახმახი, მწითური, ყასაბივით ჩასუქებული ბავარიელი ვაჟკაცი იყო, რომელსაც ქალივით წვრილი, გამყინავი ხმა ჰქონდა. ბორჯომში ალექსიძის ბატარეამ ერთფეროვანი და უშინაარსო ცხოვრება დაიწყო. ევგენიმ კორნელის დაწვრილებით უამბო გრიგოლ ცაგურიშვილის გარდაცვალების ამბავი. გრიგოლ ცაგურიშვილის გარდაცვალება კორნელის ცხოვრებაში პირველ ჭეშმარიტად დიდ მწუხარებას წარმოადგენდა. ის მწუხარება რომ ჩაეხშო, იგი თბილისიდან წამოღებულ წიგნებს კითხულობდა. ომის დღიურებს აწარმოებდა და პატრიოტულ ლექსებსაც წერდა, რომელშიც აღშფოთებას გამოსთქვამდა იმის გამო, რომ მიუხედავად ამაო მსხვერპლის გაღებისა, საქართველო მაინც უცხოური ძალის ხელში ჩავარდა. კორნელის ნინოს ნახვა და კარისმერეთის ამბის გაგება ენატრებოდა და რადგან კაპიტანი ჯიბო მაყაშვილი ახალციხის ფრონტიდან ბორჯომში ჩამოსულიყო, მის სანახავად გაეშურა. თაზე გადმომდგარ აგარაკს მიადგა. დერეფანი გაიარა და ჯიბოს ბინის წინ შეჩერდა. არ დაუკაკუნებია, ისე მიაწვა კარებს. კარი უმალვე გაიღო და კორნელი სახტად დარჩა. კაპიტანი ჯიბო მაყაშვილი იატაკზე დაგებულ ქვეშაგებში იწვა. მყისვე წაავლო ხელი საბანს და მის გვერდით მწოლარე ქალს გადახურა. მაგრამ გვიანღა იყო. კორნელიმ გერმანელი ქალი მარგარიტა ლეცცი იცნო. კაპიტანი შეკრთა. საქციელი წაუხდა, მაგრამ მაინც გაიღიმა. გრძელი კბილები გამოაჩინა და ცხენივით ჩაიხვიხვინა. ბატონო ჯიბო, კარების ჩაკეტვა დაგვიწყნიათ. მაპატიეთ დაუკაკუნებლად რომ შემოვედი, უთხრა კორნელიმ. ეს კარები არ იკეტება, გაიხურეთ, საღამოს შემოიარეთ. ურცხვად მიუგო კაპიტანმა და ვეება თათი საბან გადახურულ ქალს თავზე დაადო. თბილისიდან ჯიბოსთან ბორჯომში ჩამოსული მარგარიტა კატასავით მოიკეცა, მაგრამ ვარდისფერი მარმარილოს ფეხი შიშველი მუხლი საბნიდან გამოუცურდა. გერმანელი ჯარისკაცების მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ქართველ ჯარისკაცებსა და ოფიცრებს შორის ურთიერთობა ძლიერ გამწვავდა. ოფიცრობა მხარს უჭერდა მთავრობას, რომელიც თვლიდა გერმანიას არა მარტო საქართველოს მხსნელად თურქთა შემოსევისაგან, არამედ რევოლუციისაგანაც. სტუდენტი მოხალისეები და დასავლეთის ფრონტზე ნამყოფი ჯარისკაცები გულჩათხრობილი ბრაზით გასცქეროდნენ და უსმენდნენ ძველი წყობილების წესების აღდგენაზე მეოცნებე ოფიცრებს. ცოტა ხნის შემდეგ ბოლშევიკების ბორჯომის კომიტეტმა ბახში მიტინგი მოაწყო. მიტინგზე ფრონტელი ჯარისკაცი თედო მეტონიძე თავმჯდომარეობდა. პირველი სიტყვა მიტო ჩიკვაიძემ აიღო. ამხანაგებო, ამბობდა იგი, საქართველოს მშრომელებს, ყველა პატიოსან ადამიანს კარგად ესმით მენშევიკურ ხელისუფალთა გამყიდველი როლი. ნაცვლად იმისა, რომ იცნონ სახალხო კომისართა საბჭოს ხელისუფლება ლენინის მეთაურობით, დაამყარონ კავშირი რუსეთში მიმავალ კავკასიის რევოლუციურ არმიასთან და დაეყრდნონ მას, თავისი კავშირი გაწყვიტეს საბჭოთა რუსეთთან, მოაწყვეს მუხანათური თავდასხმა ჩრდილო კავკასიაში მიმავალ ეშელონებზე შამქორში, დახვრიტეს მიტინგი ალექსანდრეს ბაღში თბილისში. ისინი სისხლში აღჭობენ გლეხთა აჯანყებებს, არბევენ ბოლშევიკურ ორგანიზაციებს, ხურავენ ჩვენს გაზეთებს, გმობენ საბჭოთა რუსეთს, გერმანიასთან, ავსტრო-უნგრეთთან და
თურქეთთან ბრესტის სამშვიდობო ხელშეკრულების დადების გამო თვითონ კი სამარცხვინოზე სამარცხვინო ხელშეკრულება დასდეს თურქებთან პატრიოტიზმზე ძახილი სამშობლოს დაცვაზე მათ სჭირდებათ ხალხის მოსატყუილებლად რათა გაარიდონ იგი რევოლუციურ ბრძოლას ეროვნული დროშის საფარქვეშ ისინი უთანხმდებიან რევოლუციის მტრებს გერმანელ გენერლებს და თურქ ფაშებს თქვენ დაუჯერეთ იმ მატყუარების პატრიოტულ სიტყვებს და წახვედით მოხალისეებად ეროვნულ ჯარში თქვენ გეგონათ რომ სამშობლოს იცავდით მაგრამ რა გამოვიდა სინამდვილეში სისხლს ხვიდით ჟორდანიას მთავრობამ კი თქვენ ზურგს უკან კიდევ ერთი საზიზღარი ღალატი ჩაიდინა თურქების შემდეგ საქართველოში გერმანელები გამოჩნდნენ ვითომ ჩვენი მოკავშირეების სახით ნამდვილად კი ისინი მენშევიკურ ხელისუფალთა მოკავშირენი არიან ამის შესახებ ახლა ხმამაღლა ლაპარაკობენ ჩვენი ბატარეის ოფიცრებიც არიან ისეთებიც რომელნიც თანახმა არიან რომ საქართველოში გერმანელი ერთ-ერთი პრინცი მეფობდეს ისინი ვისაც გინდათ იმას ცემენ თაყვანს ოღონდ თავისი ძალაუფლება შეინარჩუნონ ბატარეის უფროსი და ოფიცრები შტაბის აივანზე იდგნენ და აღშფოთებული უსმენდნენ მიტო ჩიკვაიძეს გამოიძახეთ საყარაულო ნაწილი და გარეკეთ მიტინგი უჩურჩულა პორუჩიკ ბერეჟიანს ბრაზისაგან გაფითრებულმა ალექსიძემ რომელი საყარაულო ნაწილი მიტინგზე მთელი გარნიზონის ჯარისკაცები მოვიდნენ შენიშნა ბერეჟიანმა გამოიძახეთ სახალხო გვარდიელები ან გერმანელები ჯიუტობდა ალექსიძე ახალციხე ახალქალაქის ფრონტის უფროსის გარეშე მაგის უფლება ჩვენ არ აგვაქვს აუხსნა ბერეჟიანმა რა ფრონტის შესახებ ლაპარაკობთ ჩაიქნია ხელი პორუჩიკმა დვალმა არავითარი ფრონტი ახლა არ არსებობს ალექსიძემ ამზერით გადახედა მას ჟორდანიას და მის მთავრობას განაგრძობდა მიტო ჩიკვაიძე არავითარი დამოუკიდებელი სახელმწიფო არ შეუქმნია და ვერც შექმნის სამარცხვინოა ემსახურო ფაბრიკანტებს მემამულეებს და ვაჭრუკანების სახელმწიფოს ძირს რევოლუციის გამყიდველები ჯარისკაცებო წადით შინ თან წაიღეთ იარაღი იგი თქვენ დაგჭირდებათ სამართლიანი ბრძოლისათვის მიტო ჩიკვაიძის შემდეგ გალაქტიონ გელაშვილი გამოვიდა ჩვენ რუსეთის ჯარში მსახურობდით გრგვინავდა მისი ხმა სისხლს უღრიდით გერმანელების წინააღმდეგ ბრძოლაში ახლა კი ჩვენ მიწაზე მათი ბატონობა უნდა მოვითმინოთ ისინი შველიან მემამულეებს გაუსწორდნენ გლეხებს ჩვენ არ ვიმსახურებთ მემამულეებისა და თავადების არმიაში არ გსურს მათი დაცვა პირდაპირ უნდა განვაცხადო რომ ჩვენი გზა საბჭოთა რევოლუციის გზაა და არა უცხოურ მკაცებელთა სამსახურში ყოფი მთავრობისა სტუდენტ მოხალისეთა სახელით გიგა ხუციშვილმა ილაპარაკა პირველად გამოვიდა მიტინგზე კორნელიც ქართველი ახალგაზრდობა დაიძახა სიტყვის ბოლოს კორნელიმ აღშფოთებულია საქართველოში გერმანელი ჯარების მოსვლით ისინი იქცევიან აქ როგორც დაპყრობილ ქვეყანაში ამის პროტესტის ნიშნად სტუდენტები არმიიდან მიდიან ხედავ ხეიძეც ბოლშევიკებს მიმხრობია ჩასწერე ყველა მათი გვარები უბრძანა ალექსიძემ პორუჩიკ დვალს მე მათ უჩვენებ სეირს რამზადები კიბით შტაბის ეზო ჩაირბინა და გენერალ არჯევანიძისაკენ გასწია
მიტინგის შემდეგ ჯარისკაცებმა ჯგუფ-ჯგუფად იწყეს თავისი ნაწილების მიტოვება. ბატარეიდან ყველაზე ადრე წავიდნენ თედო მეტონიძე, გალაქტიონ გელაშვილი, მიტო ჩიკვაიძე, გიგა ხუციშვილი და კორნელი მხეიძე. ბინდდებოდა. მატარებელი ბორჯომის ხეობიდან გამოვიდა. კორნელი ვაგონის ფანჯარასთან იდგა. ტაშის კარისა და ქვიშხეთის შემდეგ გაშლილ ქართლის ველს ლიხის მთას გასცქეროდა. ქარი სახეში სცემდა და თმას უნიავებდა. ჯარისკაცი ნინოს შესახებ ფიქრობდა. ნინო ცოლობაზე ალბათ უარს მეტყვის, როცა გაიგებს, რომ ჯარიდან ჩემი ნებით წამოვედი. მისი მშობლები შემიძულებენ დეზერტირობისათვის. ისინი ალბათ პლატონ მოგველაძეს და დათა კაჭკაჭიშვილსაც კი ამჯობინებენ ჩემ თავს. მე რაც არ უნდა მოხდეს, ძველ გზას აღარ დაუბრუნდები. კორნელიმ ფანჯარაში თავი გაჰყო და რკინიგზას გახედა. ლიანდაგი ამ ადგილას მძაფრად უხვევდა. ორთქლმავალი მძიმედ ქშენდა და აღმართზე ეზიდებოდა ვაგონების გრძელ ქარავანს. პირველი წიგნის დასასრული.